თბილისში დიდი დიღმიდან მეტროსადგურ დიდუბესთან დამაკავშირებელი ტრამვაის 7,5 კილომეტრიანი ხაზის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში თურქულმა კომპანიამ ემრე რეიმ გაიმარჯვა. თბილისის მერიის ინფორმაციით შესყიდვაში წინადადებების მიღება 31 მარტს დასრულდა. გამარჯვებულმა კომპანიამ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა. ტენდერში მონაწილეობა სულ 3 თურქულმა და 1 ჩინურმა კომპანიამ მიიღო. კომპანიების მიერ დაფიქსირებულ წინადადებებს, ასევე მათ მიერ მითითებულ გამოცდილებას და სხვა ტექნიკურ პარამეტრებს თბილისის მერია გასული 3 თვის განმავლობაში სწავლობდა. უცხოელი ვიზიტორების დანახარჯები საქართველოში მზარდ ტრენდს ინარჩუნებს. ივნისში არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვა წლიურად 20%-ზე მეტით, ტრანზაქციების რაოდენობა კი თითქმის 27%-ით გაიზარდა. TBC კაპიტალის კვლევით ზრდის მთავარი წყარო სასტუმროების სექტორია. თბილისში უცხოელი სტუმრების დანახარჯები სასტუმროებში საშუალოდ 25%-ით, რესტორნებში კი 45%-ით გაიზარდა, რაც დედაქალაქში ტურისტული აქტივობის გაძლიერებაზე მიუთითებს. საცხოვრებლისთვის უნაღდო დანახარჯები ყველაზე მკვეთრად აჭარაში გაიზარდა, თუმცა რესტორნების სექტორში საპირისპირო ტენდენციაა და ხარჯვის 7%-იანი კლება შეინიშნება. კახეთში კი სასტუმროების მაჩვენებელი შემცირდა, მაშინ როცა რესტორნებში უცხოელი ვიზიტორების ხარჯვა 10%-ით გაიზარდა. TBC კაპიტალი ელის, რომ ზაფხულის აქტიური სეზონი ტურიზმის სექტორში ზრდის ტემპის შენარჩუნებას მომდევნო თვეებში შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით სასტუმროების მიმართულებით. ივნისში TBC ბანკის არხებით განხორციელებული უნაღდო დანახარჯები და ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 18%-ით გაიზარდა. ყველაზე მაღალი აქტივობა ტურიზმისა და მომსახურების სექტორშია. სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები დაახლოებით 20%-ით გაიზარდა. ამავე ტემპით მოიმატა ხარჯვამ რესტორნებშიც. ზრდა შეინიშნება ტანსაცმელსა და აქსესუარებზე დანახარჯებშიც, სადაც მაჩვენებელი თითქმის 25%-ით არის გაზრდილი. TBC კაპიტალის კვლევის მიხედვით უნაღდო დანახარჯების სტრუქტურაში 27%-ით ლიდერ პოზიციას კვლავ სურსათი ინარჩუნებს. მაჩვენებელი გაიზარდა საწვავის მიმართულებითაც, ხოლო ერთადერთი მსხვილი კატეგორია, სადაც შემცირება დაფიქსირდა ელექტრონიკაა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სეგმენტში 5%-იანი კლება ფიქსირდება. საქართველოში თევზის წარმოება იკლებს. საქსტატის მონაცემებით 2025 წელს ქვეყანამ 2445 ტონა თევზი აწარმოა, რაც მცირედით ჩამორჩება 2024 წლის მაჩვენებელს. გასული წლების დინამიკა კი აჩვენებს, რომ 2022 წლიდან მოყოლებული აკვაკულტურაში წარმოების კლების ტენდენციაა. 2025 წელს საქართველოში აკვაკულტურის წარმოების 89% ოჯახურ მეურნეობებზე მოდიოდა, ხოლო 11% საწარმოებზე. რეგიონების მიხედვით თევზის წარმოებით ლიდერია შიდა ქართლი, რომელსაც კახეთი მოსდევს. ამასთან საქსტატის მონაცემებით 2025 წელს 2021 წელთან შედარებით თევზის ყველა ძირითადი სახეობა გაძვირებულია. საქართველოს ეროვნულ ხეს აირჩევს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ეროვნული ხის შერჩევის კომისიის პირველი სხდომა უკვე გაიმართა. კომისია ეკოლოგიური, ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობის მიხედვით 5-მდე ხის სახეობას შეარჩევს, რის შემდეგაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებაც ჩაერთვება. სამინისტროში აცხადებენ, რომ ეროვნული ხის განსაზღვრა გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ეროვნული იდენტობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ეროვნული ხის არჩევით საქართველოს მსოფლიოს იმ 100-ზე მეტ ქვეყანას შეუერთდება, რომლებსაც უკვე აქვს საკუთარი ბუნებრივი სიმბოლო. ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე სწავლების ტრადიციული მეთოდების შეცვალა, ფართოვდება. სტარტაპი ნოდი მოლაპარაკებებს სკოლებთან აწარმოებს, რათა მათი პლატფორმა ხელმისაწვდომი კიდევ უფრო მეტი ბავშვისთვის გახდეს. გარდა ამისა, თუ ამჟამად ნოდი მოსწავლეებს მხოლოდ მათემატიკის შესწავლაში ეხმარება, ახალი სასწავლო წლიდან პლატფორმას ინგლისური ენის გაკვეთილებიც დაემატება. შემდგომ ეტაპზე კი საგნების სია კიდევ უფრო გაფართოვდება. ნოდი ეროვნულ კურიკულუმზე მორგებული პერსონალიზირებული სწავლების პლატფორმაა, რომელიც მოსწავლესთან ინტერაქციით აფასებს მის ცოდნას, პოულობს კონკრეტულ ხარვეზებს და შემდგომ ინდივიდუალურად უმზადებს სასწავლო მასალებს, დავალებებსა თუ ახსნა განმარტებებს.